ბატონებო, ეს არის 20 საუკუნისა და 21 საუკუნის ერთ-ერთი უხეშეულესი კავშირის ადამიანის უფლებათა ასოციაციის დამაარსებლის ერისა და კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველის ადონი გიორგი კერვალიშვილი კავკასიელის დაბადების დღე. 62 წელიწად იცოცხლა ამ კაცმა, მაგრამ 62,000 წლის საქმეები გააკეთა. 1000-ობით და 10,000-ობით პატიმრების, პოლიტპატიმრებისა და არა მარტო პოლიტპატიმრების, არამედ საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ადამიანების უფლებებს იცავდა. 1000-ობით პატიმრის სიცოცხლეა გადარჩენილი, ისე რომ შევარდნაძემ თავის ვიწრო ბანდიტურ წრეში დააყენა საკითხი მისი ლიკვიდაციის შესახებ, მაგრამ ამერიკის და გერმანიის ელჩი მივიდნენ და უთხრეს, რომ მაგ ადამიანს თვითონ დააკარგა. და შევარდნაძემ შექმნა სასწრაფოდ ის საწინააღმდეგოდ ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაცია, ეგრეთ წოდებული ომბუდსმენის სამსახური. და ერთ ამბავს მოვიხსენიებ აქედან, გავიხსენებ, როცა ჩვენი დეპუტატი ცხონებული შოთა ქიტიაშვილი 93 წელს დაბრუნდა ზუგდიდიდან დამარცხებული ეროვნული მოძრაობის შემდეგ კახეთში, დაიჭირა მხედრიონმა, ოჯახს დაუბარეს, რომ ქალის საცვლებში გამოწყობილს და დანაწევრებულს დაუბრუნებდნენ. დაურეკეს გიორგი კერვალიშვილს. მივიდა მაშინდენ ომბუდსმენთან სანდრო კავსაძესთან, ეს რომ მგდელი გახლავთ, კავსაძემ უთხრა, რომ რამდენი ქიტიაშვილი მიტიაშვილია, სად უნდა ვდიო და გიორგი დაემუქრა, რომ ამერიკის ელჩს მოუყვანდა 15 წუთში და შევარდნაძესთან ატყდა რეკვები და გამოაშვებია ის კაცი და ასეა ბატონებო. ამიტომ მინდა ამ დიდი ადამიანის აღგზელო დავნიო, რადგან გმირები არ ყდებიან. გიორგი ბატონი გახდა სვიანსა და მერაბ კოსტავას სულიერი მოძღვარი. ავიხსენებ, ეგ გახდათ საქართველოს დღევანდელი პატრიარქის ილია მეორის სტიქაროსანი 16 წლის ბიჭი. შეადგამსახურდია მოაწყო სვეტიცხოველში დიდი აქცია საპროტესტო, სადაც მოითხოვდა ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვას. ეს იმ მომენტში ისეთი გაუგონარი თავხედობა იყო, რომ დაარბიეს თუ ყველა, განსაკუთრებით 16 წლის გიორგი კერვალიშვილი ერთმა არა ქართული სახის მქონე ადამიანმა რევოლვერის ხარით ცემა საშინლად, ისე რომ თვალები ჰქონდა გადმოჭრილი. დღეს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ილია ჭავჭავაძე, წმინდა ილია მართლაც არის შერაცხული, მაგრამ მეორე დღეს ილია ჭავჭავაძის წმინდანობისთვის თავდადებული გიორგი კერვალიშვილი საპატრიარქოს სტიქაროსნობიდან გამოვა. აი იქიდან 16 წლიდან იმდის ეს ადამიანი უფლებები ქართველი წმინდანების წმინდანად აღიარებისთვის და მე მინდა მადლობა მოახსენო ბატონ გიორგის ამ დიდი საქმიანობისთვის. 62 წლის არ დაიცვალა სიმბოლურად 14 ნოემბერს შარშან, როცა საქართველოს პირველი პარლამენტის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის დღე იყო და დანიშნული ჰქონდა აქცია პირველ საათზე, 15 წუთით ადრე გულმა და გარდაიცვალა. გიორგი გაგიმარჯოს, სულუხ იყო შენთვის ეს ძვალ შესალაგი და მოვადრო და ქართველიერი დაგიფასებს ამას, ისე როგორც დიაც დაუფასეს, როგორც მერაბს დაუფასეს. მათში გამოხოს ვეცხოვნა ამოცე. მადლობა ღმერთს და ყველაფერს, რასაც ადამიანი სიკეთეს აკეთებს, თითიაში აღუსებელ საუნჯეს აგროვებს. მართლა ლეგენდად ქცეული კაცი სიცოცხლეში, კოლორიტი კაცი, გამორჩეული ხმა თბილისის, ეროვნული მოღვაწე იმთავითვე ბავშვობის ასაკიდან და ყველაზე მთავარი მისი ნიშა იყო შეუპოვარი და მებრძოლი. ცხოვრების
ასეთმა სპარტანულმა წესმა საკუთარ თავს არინდობდა, კიცხავდა და ასევე შემდეგ ჰქონდა მორალური ფორმა მოეკითხა სხვისთვის. მის წინაშე ყოველი ადამიანი ლაზერის სხივებივით გაიჩეფებოდა. მისი საყვარელი სიტყვა იყო ნასეტკა. თუ ამ სიტყვას ადამიანი გაუძლებდა და აიტანდა, მე მოდიოდა თუნდაც მეთქოდა. ეგ განიჭებული გონი არა ნასეტკა, იმიტომ რომ ნასეტკას უძახი და მაინც არ მეშობაო. ესე იგი მართალი კაცი ყოფილა. ხოლო ვისაც რაღაც ნიახური ქონდა დაჭამი, ნასეტკას სიტყვის შემდეგ სიახლოვეს არ ეკიდებოდა და ეკარებოდა და ტრად ექცეოდა ჩვენს უპირველეს რაინდს გიორგი კავკასიელს. მაგრამ კავკასიელი ის კაცი იყო, მტრების რო შინებოდა 1000 კაცი რომ ჩავდნილიყო მოწინააღმდეგეში, არ შეიხრიდა წამსაც, იმიტომ რომ ის ძველი ნაწილობრივ მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. სწორედ აღნიშნეთ 17 წელს ის უკვე სტიქაროსანი იყო და ყოველთვის ამბობდა ისინი ხუნებითა და ეტლებითა, ხოლო ჩვენ სახელითა ოფლისათა ვერ ვორდეთ მოაყვა. დღესაც მავანთათვის წაქცეული გიორგი რა უწყის, არ უწყიან იმათმა, რომ ის უკვე გამარჯვებულია მათედა მორალურად და გიორგიმ კიდევ უფრო შეამტკიცა ეროვნული სულისკვეთების მქონე ადამიანის დიდება. უფალს მადლობა უფალს ასეთი სულიერი ძმის საქართველოში დაბადებისათვის. წინ უფრო დიდი საქმეები ბევრის უფლის სახელზე და გიორგის კიდევ უფრო გასამტკიცებლად. თქვენ მადლობა ყველას. მეგობრებო, 1983 წელია საქართველოს ზეიმობს გიორგიევსის ტრაქტატის 200 წლის თავს. გიორგიმ დამირეკა და ცხეთობა არისო და ზვიადი იქ იქნებოდა, ჩავიდეთ ცხეთობაზეო. 200 წელი ხო და ზვიადიც იქ იყო, თამრიკო ჩხეიძეც, ნანა ყაყაბაძე, მაშინ კარგი ადამიანი იყო ნანა ყაყაბაძე, ებრძოდა, რა ვიცი როგორ ებრძოდა, მაგრამ ებრძოდა და ზვიადი დაიჭირესო ხმა გავარდა და ვონგა იყო უშიშროების და ჩვენ დაუწექით, გიორგი პირველი დაუწვა, თამრიკო ჩხეიძე, ნანა ყაყაბაძე და მეც დავწექი. იქ ისეთი ამბავი ატყდა, მეგობრებო, რომ დედაშვილს ვერ აიყვან და დაგვამუშავეს, მაგრამ გცემეს უშრობაში. გიორგი სასწაული ადამიანი იყო, მეგობრებო, თანამედროვე ეპოქის გმირი იყო, გმირი, მეგობრებო. მოვანდროდა მას აღიარებს ქართული საზოგადოება აუცილებლად. მეკეც ვიხრი გიორგის წინაშე. გადავხსენ ზურა განცხადებს უთხარი იქ რომ იმას შეავსონ ჭიქები. ჩვენ ბევრჯერ გვესმის ის სიტყვები, რომ გიორგი იყო უხეში კაცი. უხეში არ იყო ბატონი გიორგი. გიორგი იყო აუტანელი ყველა უსამართლობისა, არა ეროვნულობისა, არა ქრისტიანობისა, არა ქართველობისა. აი ეს იყო ბატონი გიორგი. გიორგი კერვალიშვილი იყო ის კაცი, რომელიც აი 1, 2, 3 თუ აი რამოდენიმე კითებზე ჩამოსათვლელი რომ იქნებოდა რომ არიან ადამიანები, ვინც ბატონ ჩვენს პრეზიდენტს, სასიკადულო პრეზიდენტს ედგებოდა გვერდზე და უღალატოთ. ასეთი იშვიათი ადამიანები იყვნენ, რომ გითხარით, რომ 1 თუ 2 თუ რამოდენიმე კითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები იყვნენ ასეთები. ერთ-ერთი ბატონი გიორგი იყო. აცხონოს მისი სული ღმერთმა
გიორგი იყო ნამდვილი ქართველი. ნამდვილად რომ შესტკიოდა გული, ნამდვილად რომ ცნობდა ავსა, კარგსა, ეროვნულსა, არაეროვნულს, ყველაფერს ეგ ცნობდა. მოდი მისი სული ნათელში ყოფილიყოს მის მიერ, ასე რომ ვთქვათ, ნაფიქრალი, ჩაფიქრებული და განხორციელებლად ყოფილიყოს ყველა. აწყონოს მერცხი. ჩვენ გაშევიკრიბეთ თანამებრძოლები ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის იმ ადამიანის დაბადებისთან დაკავშირებით, რომელიც მათო კაცობიდან დაწყებული იყო ამ ბრძოლაში უსამართლობის წინააღმდეგ და უნდა ითქვას, რომ მაშინ ძალიან მცირე რისხოვანი ჯგუფი იყო და გიორგი იყო 16 წლის მე რო გავიცანი და აი რაც მოყვა ახლა ფორმა მეგობრებო რაც მოყვა იმასთან დაკავშირებით რომელიც ახალგაზრდა ჰუმანიტართა ჯგუფი იყო იქ მარიკა ბაღდავაძეც იყო არ დაგვაუწყდეს მეთქი ჩამოდათვალიერე მოგეიქოს მაგრამ აქ ერთი რამეა გიორგი იმ სადარაჯოზე ქართულ ეროვნულ განმათავისუფლების სადარაჯოზე რომელსაც უყია საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოს ეროვნულ სარწმუნოებრივ მოძრაობა მისი ნაწილია და საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის განმანათლებელი ზუსტად გამსახურდიას ესე ქონდა ეროვნულ სარწმუნოებრივ ეროვნულ განმათავისუფლებელი აი ამ სამ სვეტზე იდგა ეს და ის არასოდეს არ დაგვაუჩნდეს ან ამას ვამბობ რომ ჩვენ გავიწყდება ჩვენ ეს ზუსტად ჩვენს არ გავიწყდება არასოდეს ჩვენ მე ვამბობ იმ ადამიანების საყურად რომლებიც ახალგაზრდები არიან და მარტო იციან ის რომ ეს მაინც შესაძლებელია რომ ზუსტად გამსახურდიზე მე რეკოსტავას და მე არ ვამბობ იმ ადამიანებს არ გულისხმობ კიდე რომლებიც ამ გზაზე იყვნენ საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებლად სარწმუნოებრივი და განმანათლებლად გიორგი ამას როდესაც ამას ვამბობდი ჩვენ გიორგი ყოველთვის ამას ყოფდა და ყოველთვის ამბობდა რომ ეს ერთიანდება მის აღმატებულება ქართულ ხალხთან ერთად მის აღმატებულება ეს არის ძალიან დიდი და ლამაზი გზნობა არა მხოლოდ 1832 წლიდან იწყება არამედ 1000 პაპადან იწყება და არის ეს ბრძოლა თავისი ეტაპები აქვს ზოგჯერ ის არის ჭრილში ზოგჯერ ის არის ჩაკეტილი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბრძოლა დადებებული აქვს ბრძოლა არა ბრძოლა ყოველთვის არის ისეთი ბრძოლა მიდის აი ჩაყვინთები ამოყვინთვა ეს საჭიროა ეს არის ტაქტიკა არის სტრატეგია და არის ტაქტიკა ამიტომ ყოველთვის როდესაც ვამბობთ რომ დავმარცხეთ როდესაც ამას ვამბობთ ხოლმე ეს იგულისხმება ეს ტაქტიკური ამბავი ეს არ ნიშნავს რომ აქ მიანებდეს თავი და მე რა რომ ცირილი ცხოვარი განაკი მსოფლიოს კაცობრიობაში დღეს თუ კი ამ ბრძოლას უცხადებ მსოფლიოში თავისი ერის დიდებისათვის ნებისმიერი ქვეყანა იქ სწორედ 60% სამაგიეროდ ხარისხიანები ვართ. რა თქმა უნდა ის დგას ცირილი ცხოვარზე და იქიდან ხდება მე ალება ერთი იყო მოედა კაცობრიობა აუცილებლად მე მინდა ძალიან დიდი პატივისცემა ამ ადამიანის მიმართ და ჩემი რუსული ამით არის განპირობებული და არა ის რომ ეს ადამიანი ცნობადი ადამიანია ეს ჩვენ ყველანი ჯარისკაცები ეროვნულ განმათავისუფლების ეროვნულ სარწმუნოებრივ და ეროვნულ განმათავისუფლების
ეს არის ძალიან საინტერესო. დიდება მისვლის, გიორგი. არასოდეს არ დაგვაგვისწრები, იმიტომ რომ შენ სამშობლო და სარწმუნოება ერთად გქონდა გაიგივე მის გარეშე არ ხდება. მადლობთ იმისათვის, რომ შენ არსებობდი და შენ დიდი ხალხია. აი ადამიანს, დიდებული ადამიანს. ეს გიორგი ამასი არის საბადოების ულოჩი. როდის ულოცავ დიდებული ადამიანი ისთვის ერთი ყველა თაგანის ცხოვრება და ხარეზე ამაზე და ძალიან საინტერესო ცხოვრება მოგვიწია მე ასე ვფიქრობ იმიტომ რომ ჩვენ არის დიდება უყურს ისი სული და საქმეს და ბრძოლას ამარჯვებას უშუალოდ და ჩვენთან დიდება უყურს ჩემო გიორგი მოგილოცა დაბადების როგორი სიყავი შეუპოვარი ისე შეუპოვარ საქმედი ამ ქვეყანაში ეს კაცი იყო ნიმუში რაღაცა ჩემთვის დამოუკიდებლად მაგალითი პრინციპულობისა ურთულობისა რომელმაც ერთი ნატამალი ანგარებაც კი არ დაისაკუთრა თავისათვის როდესაც შეეძლო რაღაცა უფრო კარგად ყოფილიყო თან მთელი თავისი სიცოცხლე სულიერება დახარჯა სამშობლოს სიყვარულში და ერთგულებაში სამშობლოს ერთგულებაში და თავისი სულიერი ერთგულებაში ზიადის და ერების ერთგულებაში ეს კაცი იყო მართლაც მებრძოლი ისეთი რომელიც ჩვენთვის სამაგალითო არის და მე გავიხსენებ ერთ ჩემ მაგას გიორგისთან ჩემი ურთიერთობის ერთ-ერთ ეპიზოდს მე არ ვიყავი ზიადის მომხრე ბოლო დროს თორე თავიდან ალბათ ყველაზე პირველი ზიადისტი მე შემიძლია ეს თქვა ხმაურად მე ვიყავი 60-იანი წლებიდან და 70-იანი წლებიდან როდესაც ის საზოგადოებაში კანების მახინაციებით სახელგატეხილიც კი და აი იმ დროს როდესაც იმის შემდეგ რაც საქართველოში დაიწყო და რეაქცია ნამდვილად რეაქცია არასამართლია ხელისუფლების მომხრეების წინააღმდეგ მე მივედი მასთან მაშინ მას ჰქონდა ოფისი ნაძალადევში და ის და მას ვუთხარი რომ მოდით მე გამომიყენეთ თქვენ როგორც ჩემზე ვერავინ ვერ იტყვის რომ მე ვარ რაღაცა ტენდენციური რაღაცა პირიქით სამხარეს გამომიყენეთ და მე გავამჟღავნე გამოვახრდნე ვიტყვი მაულა თქვენ ჩამოს მოგიძებთ და თქვენი დასაცავად სიტყვას ვიტყვით მან არ გააკეთა ესა იმდენად კეთილშობილი იყო იმდენად რაინდული რომ იცოდა რომ ამით მე რაღაცა მომელოდა რაღაცა ვნება და მე დამინდოდა აი ასეთი ადამიანი იყო ჩვენი გიორგი რომელმაც თავის თავი არ დაინდო და თავისი გრძნობებით თავისი თავდადებით თავგანწირვით ნათელი ფუძელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში მე მინდა აი ასეთი ადამიანების ისტორია გახდეს ცნობილი ქართული
ახალგაზრდობისათვის და მათთვის ეს ადამიანი იყოს სამაგალითო იმ მომავალ ცხოვრებაში, რომელსაც მათ მოელო დარამატო ნავიშანთი პირადი კეთილდღეობისათვის, არათანაბ თავისი სამშობლოს კეთილდღეობისათვის და საერთოდ სულიერი კეთილდღეობისათვის კაცობრიობისათვის. ეს არის საქართველოს სულიერი მისია. დათერდა ისმის უტოს ილოცავ გიორგი შემი საქართველოს კალოტონუნკა უოცავ განსაკუთრებულს. ორი სიტყვით უნდა თქვა. მე შევიძლია მიულოცო დღევანდელი დღე მისაკუთრებულად. როგორც არა გამოკვირვა მისმა შემართებამ, მისმა ენერგიულობამ, მისმა უშიშრობამ და ძალიან ვაფასებდი ყველაფერს ამას. მე ვიტყოდი, რომ ღმერთის დახმარებით და წყალობით ღმერთო ბევრი გაგვიზარდე ასეთი შემართების, ასეთი ნიჭიერების, ასეთი სულიწყვეტების ახალგაზრდები, რომელიც ასევე ისტორიაში შევა როგორც დიადი, როგორც ზვიადი, ბატონ ზვიადის, ბატონ კოსტავას თანამებრძოლი, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა მათი სახელობის და თვითონაც ძლიერი დღეს ვალმოხდით თითქმის უდროთ თავიდა ამ ქვეყნიდან. მე მინდა რომ მას მიულოცა დაბადების დღე, თუმცა აიხარეთ. მეც ვიტყვი ერთი. გიორგი გილოცავ დაბადების დღეს. უფალმა დაუშვა ის, რომ გიორგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. ბრძოლის ველზე, იქ სადაც 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 9 აპრილის მემორიალთან გმირულად დაეცა. ბრძოლის ველზე დაეცა გიორგი და თავის ცხოვრება ბრძოლაში ქონდა გავლილი და უფალმა ზუსტად იმ გმირებთან ერთად მიიყვანა და იმ გმირებთან ერთად მისცა საშუალება ამ ეს ქვეყანა დაეტოვებია, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა. დიდება გიორგის, დიდება ყველა იმ გმირს, ვინც საქართველოს შეეწირა მის დამოუკიდებლობაში. გიორგი გილოცა, ეს შენ იმ გმირებთან ერთად ხარ, ვისთან ერთადაც იბრძოდა, ერაბისთან, ზვიადისთან,
და იმ 9 აპრილის გოგო ბიჭებთან ვინც გმირულად საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვეს. დიდება. აგიმარჯოთ ბატონო. ბატონი იზაკლი გაგნიძე ღირსეული. მეგობრებო, მე მინდა ჩემი გიორგის სონის საძრო დავლიო. რადგან რაც მე იცოდა თავის ბედის წერა. ამ საფლავზე მინდა ზოგიერთებს მიმართო, როდესაც ზგერის ამბავი გახმაურდა. ლათი იყო თქვენსავით, აი იმ ლოთების სახელით ვეუნები იმ კაცს ვინც ესა თქო და მეორესაც რომ ის ლოთი 1000 ჯერ ჯობიათ გამყიდველებს და პრიდაწელებს. გიო, თუ გეშინია, ყველას თავისას მიუწვდ. გაუმარჯოს გიორგის. ბატონებო, სამწუხაროა რომ ჩვენი გიორგი გვერდით არ არის, მაგრამ დავიშვით. მორწმუნე არ უნდა რა ჩაქრება ეგრე. კი. ბატონ გურამ, ძალიან ერთად ქართველი ადამიანისთვის, მორწმუნე ადამიანისთვის გარდაცვალებით არ თავდება ყველაფერი. გარდაცვალება ნიშნავს გარდაცვალებას ულამაზესი სიტყვა და მართალი კაცის უფლის გვერდით დადგომას ხელმარჯვნივ. შეადგამსახურდია და ვერაფერსა უფლის ხელმარჯვნივდანან გვერდით უდგა ჩვენი ძლიერი თანამებრძოლი გიორგი გერვალიშვილი. მე დარწმუნებული ვარ და რომელიც ისე ჩავკრელი მიწა მიაყარე იმ პატარებს, მიწა. მადლობთ ბატონ გურამ.